Ძვირფასო მეგობრებო, უპირველეს ყოვლისა გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ასევე ქართული დიასპორის დღეს, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება 27 მაისს. უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის. მინდა გითხრათ უპირველეს ყოვლისა ჩვენ ჩამოსულ თანამემამულეებს, ასევე ბატონ პრემიერ-მინისტრს, მინისტრთა კაბინეტს, პარლამენტის წევრებს, ჩვენს კოლეგებს, უცხოელ დიპლომატებს და სტუმრებს. Ladies and gentlemen, excellencies, you are welcome to First Professional Diaspora Forum. Thank you very much. დიდი მადლობა მინდა გითხრათ და მინდა მოგახსენოთ რამდენიმე სიტყვით, ვიდრე საქართველოს პრემიერ-მინისტრს გადავცემ სიტყვას, რომ ეს არის პირველი პროფესიული დიასპორული ფორუმი. გახსნის ცერემონიალის შემდეგ წარმოდგენილი იქნება 8 სამუშაო პანელი, როგორიც არის მედიცინა, როგორიც არის სოციალური მეცნიერებები, როგორიც არის ბიზნესი და ინვესტიციები, მედია, უცხოეთში მოღვაწე და ასევე ჩვენი ძვირფასი რელიგიური მოღვაწეები, სამღვდელოება, ცალკე მივესალმები, დიდი პატივია ჩვენთვის თქვენი აქ ყოფნა. ასევე მინდა გითხრათ, გახაროთ, რომ 10 საათისთვის ჩვენს ფორუმს შემოერთება მისი უწმინდესობა და უნეტარესობა საქართველოს პატრიარქი ილია მეორე. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სნოში აპირებდა დღეს წასვლას და იმიტომ რომ დააფასა ჩვენი საზოგადოება და ჩამოსული ჩვენი თანამემამულეები, გადაწყვიტა რომ მობრძანდეს აქ, დაგლოცოთ ყველა თქვენგანი და მერე წავიდეს უკვე სამკურნალოდ. ეს ძალიან დასაფასებელია. უაღრესი მნიშვნელობა აქვს დღევანდელ ფორუმს, იმიტომ რომ ის მიმდინარეობს ერთი მარტივი ლოზუნგის ქვეშ გაუზიარე შენი გამოცდილება სამშობლოს. შესაბამისად, ჩამოსული პროფესიონალი გაუზიარებს თავის გამოცდილებას ადგილობრივ პროფესიონალს და ეს არის სწორედ იმის გარანტია, რომ ასთა ურთიერთგაცვლაში მოხდება ჩვენი საზოგადოების კონსოლიდაცია. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მინდა მიმართო ყველა ჩამოსულ სტუმარს, სტუმარი არ არის აქ სწორი სიტყვა, ჩვენ თანამემამულეს, რომ მათი ძალისხმევა, გულისხმევა, გამოცდილება, პროფესიონალიზმი სამშობლოს ყოველთვის აინტერესებს და ყოველთვის მიესალმება ამ ასთა ურთიერთგაცვლას. ეს მუშაობა შემდგომშიც გაგრძელდება, იმიტომ რომ მოდერატორებს დავალებული აქვთ ამ სამუშაო სექციების შემდგომი განვითარება, შემდგომი შევსება და ჩვენ სწორედ აი ამ დიალოგით, წყნარი, ხანძლივი დიალოგით, პროფესიული დიალოგით უნდა შევძინოთ ჩვენ სამშობლოს დამატებითი ძალები და ერთად ვაშენოთ ბედნიერი ქვეყანა. ძალიან დიდი მადლობა. მე ჩავერთვები წავიყვან რა ამ ფორუმს. ეხლა კი მინდა ვთხოვო ტრიბუნასთან გამოსვლა მის აღმატებულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს. მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო, ძვირფასო კოლეგებო, ძვირფასო ელჩებო, მე ვხედავ აქ ჩვენთვის პატივსაცემ ბევრ ადამიანს. მე მინდა განსაკუთრებით მივესალმო ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში. დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის პირადად. მე არ მინდა რომ რაღაც ოფიციალურ ტექსტით გესაუბროთ. მოდი დღეს ვისაუბროთ ჩვენს მომავალზე, ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, წინსვლაზე, რა პერსპექტივები გვაქვს ჩვენ, დღეს რა პრობლემები გვაქვს, როგორ გადავჭრით ეს პრობლემები ჩვენ ერთად, დიასპორის წარმომადგენლებმა და ჩვენ მთავრობამ და ასევე უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა, საზოგადოებამ, ჩვენმა პარტნიორმა ქვეყნებმა, ჩვენმა მეგობრებმა. მე მინდა პირველ რიგში დიდი მადლობა გადავუხადო გელას ამ ყველაფრის ორგანიზებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივად, ვინაიდან სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს საკუთარ მოქალაქეებზე. მათ შორის მათზე, განსაკუთრებულად, რომლებიც არიან საზღვარგარეთ წასულნი. დღეს ქვეყანაში გვაქვს ძალიან ბევრი პრობლემა. მე მინდა ძალიან მოკლედ გადავავლო თვალი ბოლო ორ, ასე ვთქვათ, წელიწადში როგორ განვითარდა მოვლენები, როგორ განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები საქართველოში და მე მინდა გთხოვოთ, რომ ზოგადად მიმოვიხილოთ და ვისაუბროთ იმ პრობლემატიკაზე, რომელიც დაკავშირებული არის ჩვენს დიასპორასთან. გუშინ იყო დამოუკიდებლობის დღე. მე მინდა ყველას მოგილოცოთ. ეს ჩვენთვის მართლაც უნიკალური დღე. ჩემს გამოსვლაში ვისაუბრე, რომ დამოუკიდებლობის აღდგენა ეს
არის დაკავშირებული სახელმწიფოებრიობასთან, ქართულ სახელმწიფოსთან, რომელიც უკვე 3000 წელზე მეტ ითვლის. მე მჯერა რომ ეს ქვეყანა არის მართლაც გამორჩეული. ჩვენ გვაქვს გამორჩეული ქვეყანა, თავისი უნიკალური რესურსებით და გვყავს მართლაც გამორჩეულად ნიჭიერი ხალხი. ჩვენ ვართ მართლაც გამორჩეულად ნიჭიერი ერი. დღეს სამწუხაროდ სტატისტიკის დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემების მიხედვით საქართველოში დარჩენილი ვართ მხოლოდ 3.7 მილიონი მოქალაქე. რაც არის კატასტროფა, მეგობრებო. ოფიციალური ინფორმაციით ჩვენ ვიცით, რომ მილიონზე მეტი არის საქართველოს საზღვრების იქით გასული. ეს ალბათ შეიძლება იყოს 1.5 მილიონი ან 2 მილიონიც. აი ამ პრობლემაზე ვისაუბროთ. პირველი შევაფასოთ თუ რატომ მოხდა ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი მოქალაქეების, თანამემამულეების გასვლა საქართველოსდან. ჩვენ კარგად ვიცით ყველამ, რომ საქართველოში ბოლო 20 წლის განმავლობაში, 25 წლის განმავლობაში დატრიალებულმა მოვლენებმა განაპირობა ბევრი მოქალაქის, თანამოქალაქის წასვლა მათი ოჯახებით საზღვარგარეთ და სამწუხაროდ ჩვენ და საუბედუროდ მე ვიტყოდი, მათი დიდი ნაწილი არ დაბრუნდა დღეს საქართველოში. ჩვენ ყოველთვის ვეძიებდით და დღესაც ვეძებთ იმ თავარ мотивაციას, რამაც უნდა განაპირობოს ჩვენი თანამოქალაქეების, თანამემამულეების დაბრუნება საქართველოში. ჩვენ ყოველთვის ვართ ძიებაში რაღაც იდეის. რაც იქნება მათი, ასე ვთქვათ, მათთვის მთავარი მამოძრავებელი ძალა. რაც გადააწყვეტინებს მათ რომ დაბრუნდნენ საქართველოში, სამშობლოში. მე ყოველთვის მithქვამს და მე მინდა გავიმეორო თქვენთან ერთად, რომ ჩვენ გვაქვს უზარმაზარი რესურსი. როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. მე ვგულისხმობ როგორც ინტელექტუალურ პირველ რიგში და პირველ რიგში ეს არის სახელმწიფოს რესურსი, თითოეული მოქალაქე არის უძვირფასესი სახელმწიფოსთვის და ეს არის პირველ რიგში ამ კუთხით მინდა რომ შევაფასო ეს რესურსი. მეორე რიგში რა თქმა უნდა არის ფინანსური რესურსი. მე ვიცი რომ ათასეულობით ძალიან წარმატებული თანამოქალაქე ქართველი არის მთელ სოფლიოში მიმოფანტული, ევროპაში, რუსეთში, ამერიკაში და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ გვაქვს თავარი პრობლემა ქართველებს, რაც ჩვენ გვაქვს ჩვენ დაკვირვებით და შეფასებით, ეს არის საყოველთაოდ ცნობილი, ჩვენი რესურსების არაეფექტურად გამოყენება. ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენს რესურსებს, რომელიც არის უნიკალური. მე მარტივ მაგალითებს გეტყვით, ქვეყნის შიგნით რა რესურსები გვაქვს, რომელიც არის გამოუყენებელი. რამდენიმე თვის წინ ჩვენ ჩემი დავალებით დავამუშავოთ თითოეულ რეგიონის პოტენციალი. აღმოჩნდა რომ გვაქვს უზარმაზარი პოტენციალი. ეს არის ბუნებრივი რესურსები, თუ სხვა საშუალებები, სხვა რესურსები, რომლებიც შეიძლება იქნას გამოყენებული და დღეს საქართველოს არ უნდა იყოს ღარიბი ქვეყანა. საქართველოში არ უნდა იყვნენ ღარიბი ადამიანები. თავარი ჩვენი პრობლემა არის ეკონომიკა, უმუშევრობა, სიღარიბე. რაც არის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც არ ბრუნდებიან საქართველოში ჩვენი შვილები. მე ვსაუბრობ იდეაზე, მე მინდა ამ იდეას დაუბრუნდე. რა უნდა იყოს ეს იდეა? ჩვენ გვაქვს უნიკალური გამოცდილება. ისრაელის მაგალითი, ისრაელს ერთში გვესწრება. ისრაელის მაგალითი არის მართლაც უნიკალური. როგორ შეძლეს სახელმწიფოს ხელახლა შექმნა და საუკეთესო ინტელექტუალური ფინანსური რესურსების მოზიდვა თავენ სამშობლოში. რამაც განაპირობა ისრაელის როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს აღორძინება. ჩვენ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ, მეგობრებო. მე ამის ვჯერა. ჩვენ თუ გადავხედავ და შევაფასოთ მოვლენებს, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს ამჟამად, ეს საკმაოდ ოპტიმისტური სურათია. მე არ მინდა რომ ჩვენს თავზე ვისაუბროთ, მაგრამ ალბათ ამაზე სხვები გააკეთებენ შეფასებას. ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა და ცვლილებები განხორციელდა ქვეყანაში. დემოკრატიის განვითარების, დამკვიდრების მიმართულებით. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც რჩებოდა ჩვენი მოქალაქეებისთვის, იყო დაუცველობა. ეს იყო თავისუფლება, რომელიც ვერ შევირგეთ რომ იტყვიან.
და სწორედ ჩვენი ხელისუფლების დამსახურება, მე ვიტყოდი მართლაც დამსახურება არის ის, რომ დღეს მოქალაქეები არიან აბსოლუტურად თავისუფალი. რომ ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელი. იქნება ეს სტუდენტი, პროფესორი, იქნება ეს მედიის წარმომადგენელი, ბიზნესმენი თუ სხვა. არის აბსოლუტურად თავისუფალი ყოველგვარი პოლიტიკური ჩარევისგან. სასამართლო, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მიმართულებით, რომ მოქალაქე მიიგზნოს თავი დაცულად. არის აბსოლუტურად ჩაურეველი, დამოუკიდებელი ყოველგვარი ჩარევისგან ხელისუფლების მხრიდან. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა და პერსპექტივები. რა თქმა უნდა, ყველაფერი არ არის და ვერ იქნება იდეალური, იმ მარტივ მიზეზის გამო, რომ ეს ასე არ ხდება და მით უმეტეს ამ პრობლემების მოგვარებას, წლების განმავლობაში დაგროვილ პრობლემების მოგვარებას, რა თქმა უნდა, ვერც ერთი ხელისუფლება ვერ შეძლებდა. ასე მოკლე დროში რომ გადაეჭრა. მაგრამ ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ საკმაოდ მყარი ფუნდამენტის მომზადება დავიწყეთ. იმისთვის, რომ ქართული სახელმწიფო გავაძლიეროთ. მაგრამ მე ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა მოხდეს ეს ქართული დიასპორის ჩართულობის გარეშე. ჩვენ როგორ უნდა ვიგრძნოთ თავი ბედნიერად და როგორ უნდა შევიგრძნოთ ეს პერსპექტივები და შესაძლებლობები, რომელიც ქვეყანაში არსებობს თქვენს გარეშე, დიასპორის გარეშე. მეც ყოფილ ვარ უცხოეთში სასწავლებლად 2 წლის განმავლობაში ჩემთვის მართლაც იყო ძალიან რთული, ვინაიდან დამეთანხმებით, რომ ქართულ მიწას აქვს განსაკუთრებული მიზიდულობა და თითოეულ ქართულს აქვს განსაკუთრებული გრძნობა და ნოსტალგია სამშობლოს მიმართ. მე ძალიან მიჭირს გავუგო იმ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოში წლების განმავლობაში არ ჩამოსულან. მე მესმის ბევრ მათგანს აქვს ძალიან ბევრი პრობლემა, მათ შორის შეიძლება ფინანსური პრობლემაც ჰქონდეს უცხოეთში. ისინი ოჯახებით ცხოვრობენ, სწავლობენ, მოღვაწეობენ. მაგრამ ამ ყოფას, ამ მდგომარეობას ადამიანი ეჩვევა, მეგობრებო. უნდა მოხდეს რაღაც განსაკუთრებული, ეს მათთვის ალბათ ასე არის, მაგრამ ამ განსაკუთრებულს არ უნდა დავულოდოთ ჩვენ. თითოეული დღე არის განსაკუთრებული და გადამწყვეტი ჩვენი სამშობლოსთვის. როგორ შეიძლება რომ რაღაც განსაკუთრებულს ეუდებოდეს ჩვენი დიასპორა? ჩვენს ხელში არის ჩვენი მომავალი, ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი მოვალეობის მომავალი. მე გუშინ ვისაუბრე, რომ ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა იყო იმ ქვეყნის სათავეში, რომელსაც აქვს უნიკალური კულტურა, ისტორია და წარმოადგენენ ჩვენ მთავრობას იმ ქვეყნისა, რომელმაც გაუძლო საუკუნეების განმავლობაში უამრავ ომს, გაჭიროებას, პრობლემას, რა თქმა უნდა, ეს ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უტვირთავს. და ჩვენ ამას გვგზნობთ კარგად. მაგრამ ჩვენ არ უნდა გვაუწდეს მოქალაქის პასუხისმგებლობა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ხელისუფლება, მთავრობა, პრემიერ-მინისტრი, დეპუტატები და ასე ვერაფერს ვერ გააკეთებენ სწორედ მოქალაქეების. ხელისუფლების მთავარი, ასე ვთქვათ, წყაროს მხარდაჭერის გარეშე, თქვენი ჩართულობის გარეშე. დღეს ჩვენი ხელისუფლება არის აბსოლუტურად ღია. ჩვენ ვართ მოწოდებული, რომ მაქსიმალურად ჩაერთოს თითოეული მოქალაქე. რომ ამუშავდეს რეალური დემოკრატია საქართველოში. მე მინდა გითხრათ, რომ გასულ წელს ჩვენ დავიწყეთ ახალი პროგრამა და მე მინდა დავაკავშირო ეს დიასპორასთან და ამ პრობლემასთან, რომელიც ჩვენ გვაქვს. ჩემი ინიციატივით შევქმნით განათლების საერთაშორისო ცენტრი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენთვის მომავალი თაობის განათლება არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და შესაბამისად მე დავისახე მიზნად, რომ გადავხედე რა იმ გამოცდილებას, რომელიც გასულ წლებში არსებობდა საქართველოში, ანუ ხდებოდა ინვესტირება ჩვენს მომავალ თაობებში, სტუდენტებში. შემდეგ ეს სტუდენტები მიდიოდნენ საოგარეთ, სწავლობდნენ ჰარვარდში, ოქსფორდში და ასე შემდეგ, გერმანიაში, საფრანგეთში და სამწუხაროდ აღარ ბრუნდებოდნენ სამშობლოში. ეს კიდევ ერთი შეცდომა იყო ჩვენი ხელისუფლების. ჩემი ინიციატივით შექმნილი ეს ცენტრი
ამუშავდა გასულ წელს ჩვენ 77 სტუდენტი საუკეთესოთა შორის შევარჩიეთ და გავუშვით საზღვარგარეთ საუკეთესო უნივერსიტეტებში ამერიკაში, ევროპაში და წელს უკვე ისინი დაასრულებენ სამაგისტრო პროგრამას ჩამოდი რაც თავარია მე მათთან გავაფორმე ხელშეკრულება ისინი არიან ვალდებულნი რომ ჩამოვიდნენ დაბრუნდნენ სამშობლოში და ემსახურონ ჩვენს ქვეყანას და საკუთარი ცოდნა და გამოცდილება მოახმარონ რა თქმა უნდა ჩვენს სამშობლოს ეს მათ მე ასე ვფიქრობდი რომ ეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მისცემდა ისინი იგრძნობდნენ მოქალაქეობრივ და სახელმწიფოების წინაშე არსებულ ვალდებულებას და პასუხისმგებლობას წელს კიდევ 115 სტუდენტის გაგზავნა მსურს ამ პროგრამით რა თქმა უნდა იგივე პრინციპით რომ ისინი დაბრუნდებიან სამშობლოში თუ არ დაბრუნდებიან ისინი გადაიხდიან ორმაგად კომპენსირებას მოახდინენ სახელმწიფოს მიერ ჩადებული თანხის და რატომ მოგიყევით ეს ყველაფერი ჩვენ ვეძებთ ჩვენ შიგნით ასეთ რესურსს რომ გამორჩეოთ ნიჭიერი ბავშვები შევარჩიოთ სტუდენტები მოხდეს მათი გადამზადება სამაგისტრო პროგრამებზე სხვადასხვა სპეციალობის მიხედვით და შემდეგ მათი დაბრუნება და გამოყენება სწორი გაგებით რაც თავარია სახელმწიფოსთვის ჩვენი ქართული სახელმწიფოს გასაძლიერებლად მაშინ როცა ჩვენ გვაქვს კიდევ უბრუნდებიან ჩემს ნათქვამს რომ გვაქვს უზარმაზარი პოტენციალი ქვეყნის მიღმა ინტელექტუალური ჩვენ გვაქვს ძალიან წარმატებული ბიზნესმენები, ექიმები, პროფესორები სხვადასხვა სპეციალობის წარმომადგენლები, ფიზიკოსები, მათემატიკოსები და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, მათთვის არის ღია კარი ჩვენი ხელისუფლების. ეს მათი სამშობლოა. და ჩვენ რა თქმა უნდა ვართ უკიდურესად დაინტერესებული, რომ მოხდეს მათი მოტივირება სამშობლოში დაბრუნებისთვის. ეს არის გნებად ჩემი ოცნებაც და თავრობის წევრის ოცნებაც და თავარი ასე ვთქვათ მიზანიც რომ მოხდეს მაქსიმალური ჩართულობა ჩვენი დიასპორის წარმატებული ქართველების. დღეს მეგობრებო ჩვენ არ გვაქვს უფლება შეცდომების დაშვების. მე მგონი შეცდომას რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავალს რაღაც პრობლემას შეუქმნის. რა თქმა უნდა შეცდომებს ყოველთვის უშვებენ ადამიანები, მათ შორის მეც და ყველანი, მაგრამ მე ვგულისხმობ შეცდომას, რომელიც სახელმწიფოს განვითარებას შეაფერხებს. ქვეყნის განვითარებას ხელს შეუშლის. ჩვენ 25 წლის განმავლობაში არაერთი ძალიან მძიმე შეცდომის დაშვება მოვახდინეთ. რითაც რა თქმა უნდა ჩვენი სახელმწიფო დავაზიანეთ. ჩვენს მომავალთაობას მოუგუსპეთ დროებით, მაგრამ მაინც გარკვეულ პერიოდის განმავლობაში პერსპექტივა განვითარების წინსვლის მთელი თაობები მე ვიტყოდი შეეწირა იდეას ჩვენი ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის. ქართული სახელმწიფოს გაძლიერებისთვის. და აი სწორედ ეს არის იდეა. რომ ჩვენი ქართული სახელმწიფო გავაძლიეროთ. ჩვენ არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული არც ერთ ქვეყანაზე. რა თქმა უნდა, დღევანდელი პროცესების გათვალისწინება გვიწევს და მოგვიწევს მომავალშიც და მე ამის წინააღმდეგი არ და არასოდეს არ ვიქნები არც ერთი მთავრობის წევრი, მაგრამ მე გულისხმობ, რომ ჩვენ თვითონ უნდა გადავწყვიტოთ თუ როგორი ქვეყნის მშენებლობა გვსურს. მე ვფიქრობ ეს ამოცანა უკვე არის დასახული და ამ მიზანს ემსახურება სწორედ ჩვენს მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი. დღეს საქართველო არის ასოცირებული წევრი, ჩვენ გავაფორმეთ ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან და ჩვენ მივისწრაფვით უკეთესი მომავლისკენ. აი ეს არის სწორედ ჩვენი იდეა. კიდევ ერთი იდეა, რომელიც უნდა იყოს მამოძრავებელი ძალა. თავარი მოტივატორი თითოეული მოქალაქისთვის. რომ ჩვენი სახელმწიფო გარდაუქმნათ ძლიერ ევროპულ თანამედროვე სახელმწიფოდ. ყოველთვის მინდის სპეკულაციები რა არის ევროპული, რა არის ევროპული.
ჩემთვის ევროპული გნებავთ არაევროპული, გნებავთ სხვა განვითარებული ქვეყანა ასოცირდება სწორედ ძლიერ სახელმწიფოსთან. სადაც პირველ რიგში დაცული არის მოქალაქის უფლებები და თავისუფლებები. სადაც მოქალაქე ზრუნავს, სახელმწიფო ზრუნავს თავის მოქალაქეზე, სადაც მოქალაქეს აქვს პერსპექტივები და განვითარების უნიკალური შესაძლებლობები. ამის მიცემა ჩვენ შეგვიძლია სახელმწიფოს. რა თქმა უნდა, ეტაპობრივად, მაგრამ ჩვენ ეს პროცესი დავიწყეთ. ამიტომ ახლა მთავარი არის, რომ სწორედ ამ მთავარ იდეაზე მოვახდინოთ ფოკუსირება, აქცენტირება, რომ ჩვენს ქართულ სახელმწიფოს დავეხმაროთ ყველანი. თქვენ, მეგობრებო, დიასპორის წარმომადგენლები, ქვეყნის შიგნით უნდა მოხდეს რესურსების კონსოლიდაცია, გაერთიანება და აქ ერთიანობა არის გადამწყვეტი. ჩვენ თუ გადავხედავთ ჩვენი ქვეყნის ისტორიას, განვითარების ისტორიას, ყოველთვის გამოკვეთილად არის სურათი, რომ ქვეყანა არის ძლიერი მაშინ, როცა არის ერთიანი. როცა მისი ხალხი, საზოგადოება არის ერთიანი. ერთიანი უნდა ვიყოთ ჩვენ ამ იდეის გარშემო. ძლიერი ქართული სახელმწიფოს მშენებლობის გარშემო. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ვიდრე შემდგომ გამოსვლელებს მივანიჭებდით სიტყვას, მისასალმებელს 2 საათი 3 წუთით. მე მინდა დიასპორული თემატიკის განსაკუთრებული ხედვისთვის ჩვენს მიმართ აკადემიური დამოკიდებულებისათვის, ამის ყოველივე განჭვრეტისა, მატერიალური, ფინანსური, ყოველგვარი მორალური მხარდაჭერისთვის ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს გადავცეთ, აი ცხელ-ცხელად დამზადებული შეიძლება ითქვას, საპატიო მედალი დიასპორის, რომელზეც გამოსახული არის ჩვენი ემბლემა, წარწერით ჩვენ გვაძლიერებს ყოველი, რაც გვაერთიანებს. თვითონ ფირმანი რაც ადასტურებს ამ მედლების ძალიან მცირე რაოდენობას და უნიკალურობას პირადად არ მომეწონა 21 საუკუნის მთავარი ნიშანი არის ერთ-ერთი ხარისხი და თანამშრომლობა. მაღალი ხარისხით დამზადება რამდენიმე დღეში და ყველა ადამიანი ბატონო ირაკლი თავისი ნომრით, თქვენ გაქვთ პირველი ნომერი ეს მედალი, მიიღებს დამადასტურებელ ფირმას თავისი აღწერილობით. დიდი მადლობა. ეხლა მე მინდა მოვიწვიო ჩვენი დიდი მეგობარი ამ ყოველის თავარი მასპინძელი ბატონი ვლადიმერ პაპავა, უნივერსიტეტის რექტორი. თქვენო აღმატებულებო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, პატივცემულო მთავრობის წევრებო, მაღალყოვლად უსაყრდელო ესობა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს განსაკუთრებით მივესალმებით, პროფესორებო, სტუდენტებო, ძვირფასო სტუმრებო. მართლაც ღირსშესანიშნავი დღე არის დღეს ჩვენს უნივერსიტეტში. სიმბოლურია, რომ სწორედ დიასპორის საკითხებში ასეთი პროფესიული ფორუმი სწორედ ჩვენს უნივერსიტეტში ტარდება. და როდესაც ბატონმა გელა დუმბაძემ ეს საკითხი დააყენა ჩემს წინაშე, რომ უნივერსიტეტი შერჩეული იყო იმ ადგილად, სადაც ეს ფორუმი ჩატარდებოდა, ჩვენი მხრიდან იყო პასუხი დიდი მადლობა. რადგანაც ყველაზე ლოგიკური ადგილი, სადაც შეიძლება ეს ტარდებოდეს, არის უნივერსიტეტი. იბადება მარტივი კითხვა, შეიძლება ბევრისთვის ეს კითხვა სულაც არ არის. რატო? იმიტომ, რომ სწორედ ჩვენი დიასპორის საკმაოდ მნიშვნელოვანი ტალღა შეიქმნა მასში, როდესაც საქართველომ დაკარგა დამოუკიდებლობა. პირველი ჩვენი მთავრობა იძულებული შეიქმნა დაეტოვებინა საქართველო და მასთან ერთად დატოვა ძალიან ბევრმა ნიჭიერმა ადამიანმა. ეს ის მთავრობა იყო, რომელმაც გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 წელს. იმ წელს, როდესაც დაარსდა ჩვენი უნივერსიტეტი.
და სიმბოლურია, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში 1918 წელი შესულია სწორედ ამ ორი დიდი მოვლენით. ერთი მხრივ ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადებით და იმავდროულად ქვეყნის მომავლისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი ინსტიტუტის თბილისის უნივერსიტეტის დაარსებით. თანაც ეს მთავრობა იყო, რომელმაც ჯერ მოგეხსენებათ ისტორიულად უნივერსიტეტი დაარსდა, შემდეგ გამოცხადა დამოუკიდებლობა და ამ მთავრობამ უასწრო, რომ უნივერსიტეტისთვის მიეცა სახელმწიფო სტატუსი და იმ დღიდან მოყოლებული არის უნივერსიტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტი და რაც მთავარია იმ რთულ ვითარებაში, რა ვითარებაშიც იყო პირველი რესპუბლიკა, მისი ხელმძღვანელობა, მოიძებნა ფინანსური რესურსი, რომ რადგანაც მიენიჭა მას სახელმწიფო სტატუსი, მიეცა აგრეთვე დაფინანსება ბიუჯეტიდან. ძვირფასო მეგობრებო, დღეს განსხვავებული სიტუაციაა. დღეს საქართველო დამოუკიდებელია. დღეს საქართველოს აქვს შესანიშნავი პერსპექტივა, რომელიც ძალიან ბევრი ჩვენი წინათაობის ოცნება იყო. ოცნება, რომ საქართველო ყოფილიყო დასავლური ყაიდის, ევროპული ტიპის სახელმწიფო. პრემიერ-მინისტრმა დღეს გამოსვლისას აღნიშნა, რომ ჩვენ ასოცირების შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ. ეს პირველი სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა, თუმცა ძალიან ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ საქართველო გახდეს მართლაც ევროპული ქვეყანა, იმისთვის, რომ საქართველოში დამკვიდრდეს ის ფასეულობები, რომელიც არის დღეს ურყევი ევროკავშირის თითოეული წევრი ქვეყნისათვის. და აშკარაა, რომ ამ მიმართულებით ჩვენი მთავრობა, ხელისუფლება პრაქტიკულად უცვლელი მიმართულებით, რომ სწორედ აქეთკენ განვითარდეს ქვეყანა, გადადგამს ნაბიჯებს და მე ღმათ ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო სანუკვარ საწადელს მიაღწევს. ყველას სტუმრებს მივესალმები, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი აქ ვიზიტი ჩვენს უნივერსიტეტში, საქართველოს ჩამოსვლა ამ ფორუმზე იქნება საინტერესო და რაც მთავარია, საინტერესო იქნება ჩვენთვის, მასპინძლებისთვის, რადგანაც ბევრი რამე გვაქვს სასწავლი სწორედ თქვენგან. თქვენ ხომ იმ ქვეყნებში ხართ, სადაც უკვე ბევრი პრობლემა უკვე დაძლეულია და თქვენი გამოცდილება, თქვენი ხედვა იქნება ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანი. მისმა აღმატებულებამ პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, თუ რამდენი ქართველმა ჩვენმა მოქალაქემ დატოვა საქართველო. მე მეორე მხარეს შევეხები. ჩვენ გვაქვს ერთი უტყუარი სტატისტიკა, ეს არის ფულადი გზავნილები. და ეს ფულადი გზავნილები, რომელიც ქვეყანაში შემოდის, მილიარდზე ნაკლები ბოლო წლებში არ არის და მილიარდ ნახევარსაც აღწევს, მილიარდ ნახევარ დოლარს. ეს მნიშვნელოვანი შემოდინებაა ქვეყანაში. ეს არის ჩვენი თანამემამულეების მიერ მხარდაჭერა თავისი ახლობლების, თავისი ნათესავების. ჩვენ კი გვინდა სწორედ ისეთი საქართველო, როდესაც ეს შემოდინება, რა თქმა უნდა, ყოველთვის იქნება, ვერადოს ვერ მოიხსნება, იმიტომ რომ ყოველთვის იქნება ის, ვინც იქნება უცხოეთში, მაგრამ ის შემოსავალი, რომელიც აქვს ჩვენს თანამამულეებს საზღვარგარეთ, ამით ინახავენ თავის ახლობლებს, რომ ქვეყანაში შევექმნათ იმის შესაძლებლობა, როგორც ეს აღნიშნა ბატონმა ირაკლიმ, რომ აქაც შეძლონ მათ თავიანთი საქმის წარმატებით განხორციელება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ესეთი მომავალი ქვეყანას ნამდვილად აქვს და ძალიან მალე დადგება. ყველას კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და ამ ფორუმს უსურვებ წარმატებას. მადლობა. მისასალმებელი სიტყვისთვის თხოვ მობრძანდეს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ბატონი გიორგი კვირიკაშვილი. ქალბატონებო და ბატონებო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, პატივცემულო მინისტრებო, ბატონო რექტორო, მივესალმები ეკლესიის წარმომადგენლებს, თანამემამულენო მოგესალმებით. ძალიან ემოციურია, როდესაც ჩვენი ამდენი თანამემამულე ჩამოდის საქართველოში იმისათვის, რომ გაუზიაროს თავისი გამოცდილება ჩვენს ქვეყანას, რომელიც
ერთია ყველასათვის, რომელიც არის სანუკვარი და რომლის განვითარებაც ესოდე მნიშვნელოვანია ყველასათვის. მისასალმებელია დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ეს ნამდვილად კარგი ინიციატივა, რათა მოახდინოს კონსოლიდაცია ყველა ჩვენი თანამემამულის, ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანის, რომელიც გავიდა საქართველოდან და რომელიც წარმატებას ეძებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ჩვენთვის საამაყოა, რომ ჩვენ ვისმენთ ყოველდღე უამრავ წარმატებას სხვადასხვა სფეროებში, ძალიან ბევრი ადამიანის, რომელსაც რა თქმა უნდა შეუძლია ეს წარმატება და ეს გამოცდილება გაუზიაროს ჩვენს ქვეყანას. დღეს განსაკუთრებული დროა ნამდვილად შარშან მოხდა ისტორიული მოვლენა საქართველოს ისტორიაში. საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან, რომლის განუყოფელი ნაწილიც გახლავთ თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, რომელიც ფაქტიურად თვისობრივად ახალ შესაძლებლობებს ქმნის ჩვენს ქვეყანაში, რათა საქართველომ აწარმოოს ჩვენს ქვეყანაში პროდუქცია და მომსახურება და თავისუფალ სავაჭრო რეჟიმში მოახდინოს ექსპორტი ევროკავშირის 9 მილიონიანი ბაზრის ტერიტორიაზე, ანუ ტერიტორიაზე, სადაც 9 მილიარდი მომხმარებელია დასახლებული. ამას გარდა საქართველოს გააჩნია თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები ყველა მეზობელთან, რაც მთლიანობაში თითქმის 1 მილიარდ მომხმარებლის ბაზარს ნიშნავს. ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ თავაზობთ ჩვენს თანამემამულეებს განსაკუთრებულ პირობებს საქართველოში ბიზნესის საწარმოებლად. რა თქმა უნდა, ჩვენთვის იქნებოდა სასიხარულო, რომ თქვენ დაბრუნდეთ ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ ერთად ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა. თუმცა ჩვენ შეგვიძლია გავერთიანდეთ თქვენ იმ ადგილიდან, სადაც თქვენ მოღვაწეობთ და ჩვენ ყველანი ერთად, რათა ავაშენოთ ახალი ეკონომიკა, რათა შევქმნათ თვისობრივად ახალი შესაძლებლობები. ამისათვის ჩვენ გვაქვს სპეციალური პროგრამები, რათა საქართველოში განვითარდეს მეწარმეობა. შარშან პრემიერ-მინისტრის ინიციატივით წამოწყებული იქნა ახალი პროგრამა, რომელსაც ქვია აწარმოე საქართველოში, რომელიც თავაზობს რამოდენიმე კუთხით დახმარებას ყველა იმ ბიზნესმენს, რომელიც დააპირებს საქართველოში შექმნას ახალი წარმოება. ეს გახლავთ სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემა, ეს გახლავთ რისკში თანამონაწილეობა საბანკო სექტორთან 50%-მდე, ეს გახლავთ პირველი 2 წლის განმავლობაში სესხების სუბსიდირება, რათა თითქმის უფასო ფული იქნას გამოყენებული ახალი წარმოების დაფინანსებაში, ასევე ეს გახლავთ დაფინანსება უცხოელი ექსპერტების ჩამოყვანის კუთხით. ამას გარდა სოფლის მეურნეობის კუთხით მუშაობს სპეციალური პროგრამები, რომლებიც ასევე ითვალისწინებს უფრო ხანგრძლივი ვადით დახმარებას ახალი სასოფლო-სამეურნეო თუ გადამამუშავებელი წარმოებებისათვის. ეს არის უნიკალური შესაძლებლობები, რომელიც უნდა გამოიყენოს ყველა ადამიანმა, ვისაც სამეწარმეო სულისკვეთება გააჩნია და ჩვენ მივესალმებით ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს, რათა ეს შესაძლებლობები იქნას გამოყენებული. საქართველომ შექმნა და მთავრობამ დაამტკიცა სტრატეგია 2020, რომლის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილიც გახლავთ ადამიანური კაპიტალის განვითარება. და სწორედ აქ, როდესაც პრემიერმა ისაუბრა უცხოეთში ჩვენი თანამემამულეებისათვის განათლების შესაძლებლობების შექმნაზე, ეს არის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც ჩვენ ნამდვილად უნდა გამოვიყენოთ და მივცეთ საშუალება ჩვენს ახალგაზრდებს მიიღონ განათლება უცხოეთის საუკეთესო საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ამას გარდა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბატონი გელას ინიციატივით იქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც იქნება შესული ყველა ის ადამიანი, რომელიც ღებულობს განათლებას ჩვენგან დამოუკიდებლად უცხოეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებში და რომელთა პოტენციალიც ჩვენ ნამდვილად უნდა გამოვიყენოთ. მინდა გითხრათ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი კარგი რამ ხდება. პირველი, რაც არის ჩვენი მთავრობის მართლაც და ყველაზე დიდი მიღწევა არის ის, რომ ბიზნესი დღეს საქართველოში გათავისუფლებულია ყველანაირი წნეხისგან. ეს არის უდიდესი მიღწევა, რათა გასაქანი მიეცეს იმ სამეწარმეო სულისკვეთებას, რომელიც
ქართველებში ბუნებრივად არსებობს. ეს არის ასევე ის, რომ დღეს სასამართლო თავისუფალია ყველანაირი ზეწოლისაგან. ეს არის ის, რომ საქართველოს გააჩნია ყველაზე თანამედროვე ევროპული კანონმდებლობა, მათ შორის კანონმდებლობა კონკურენციის სფეროში, რათა კონკურენტული გარემო იქნას უზრუნველყოფილი. ჩვენ მუშაობთ ისეთ გრძელვადიან რეფორმებზე, როგორიც არის საპენსიო რეფორმა, რომელიც ითვალისწინებს შენატანებზე დაფუძნებულ საპენსიო სისტემას, რომელიც ერთის მხრივ უზრუნველყოფს ჩვენს ხალხნაზრდულთა ღირსეულ ცხოვრებას, ხოლო მეორეს მხრივ უზრუნველყოფს ასევე გრძელვადიანი კაპიტალის დაგროვებას საქართველოში. ასევე კაპიტალის ბაზრის რეფორმა, რომელიც ერთ-ერთი უმთავრესია საბაზრო ეკონომიკის არსებობისათვის ქვეყანაში, ამაზე ჩვენ ძალიან აქტიურად მუშაობთ და 2 წლის განმავლობაში ჩვენ შეგვიძლია გითხრათ, რომ საქართველოს ექნება თანამედროვე ყველა იმ ატრიბუტით აღჭურვილი საფონდო ბირჟა, რომელიც უნდა არსებობდეს ნებისმიერ ქვეყანაში, რომელსაც აქვს პრეტენზია თანამედროვე საბაზრო ეკონომიკაზე. ასევე, როგორც იქნა აღნიშნული, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფულადი გზავნილები, რომლებიც ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებისგან იგზავნება საქართველოში მათი ოჯახების მხრივ და საქართველოს მართლაც აქვს ეს ერთ-ერთი უნიკალური სოციალური უზრუნველყოფის სისტემა, რომელიც გულისხმობს ხანდაზმულთა დახმარებას ახალგაზრდების მხრიდან. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ მხოლოდ ამის იმედზე არ უნდა ვიყოთ და ჩვენ უნდა შევქმნათ თანამედროვე საპენსიო სისტემა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის და ჩვენ ამაზე ძალიან აქტიურად მუშაობთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოში ხორციელდება უამრავი ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი. ჩვენ წამოვიწყეთ სივრცითი დაგეგმარების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ფიზიკური არეალის დაგეგმარებას, ინტეგრირებულ დაგეგმარებას იმ დინამიკასთან მიმართებაში, რომელიც არსებობს ქვეყნის შიგნით, სხვადასხვა ურბანულ ცენტრებში და ასევე ქვეყნის გარეთ ჩვენს მეზობლებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც საშუალებას მოგცემს, რომ ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მომავალში ქვეყანაში განხორციელდება, განხორციელებული იყოს ერთიან კონტექსტში, ერთიანი გააზრებით. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ძალიან ბევრს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია გაძლიერდეს და განვითარდეს. ამისათვის ჩვენ წამოვიწყეთ ახალი პორტის მშენებლობის ინიციატივა, გამოცხადებულია ინტერესთა გამოხატვა ანაკლიის პორტის ინვესტიციაზე. დასასრულ ეტაპზე ვიმყოფებით უკვე და გვყავს 2 კონსორციუმი, რომელიც მონაწილეობს ამ პროცესში. ჩვენთვის არის იდეალური, რომ დასავლეთისა და შორეული აღმოსავლეთის კავშირი განხორციელდეს საქართველოს და ზოგადად სამხრეთ კავკასიის სატრანზიტო მარშრუტის მეშვეობით და ამისათვის აუცილებელია ღრმაწყლოვანი პორტის არსებობა საქართველოში, რომელიც ჩვენ ნამდვილად გვექნება დღეიდან 3 წლის თავზე, როდესაც უკვე პირველი კომპონენტი ამ პორტის მშენებლობის დასრულდება. საქართველოს დანარჩენ ინფრასტრუქტურაზე ძალიან აქტიურად მუშაობს, ეს არის რკინიგზის მოდერნიზაცია, ეს არის ავტობანი, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსრული მაგისტრალი, რომელიც შენდება, ეს არის უამრავი მუნიციპალური პროექტი, რომელიც ხორციელდება საქართველოში და მიხარია, რომ დღეს ჩვენ გვესწრება მსოფლიო ბანკის დირექტორი კავკასიაში, ბატონი ჰენრი კერალი და მინდა აღვნიშნო მსოფლიო ბანკის და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების განსაკუთრებული როლი ამ განვითარების კუთხით. კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისათვის. ჩვენი კარები ღიაა თქვენთვის, ჩვენი გული ღიაა თქვენთვის და ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი თქვენს ჩართულობას საქართველოს მომავალი განვითარების საქმეში. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ბოლო 2 თვენახევრის განმავლობაში ბატონი პრემიერის დავალებით ვიმყოფებოდი 12 ქვეყანაში. ეს არის როგორც ევროპის ქვეყნები, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები. და ამ 12 ქვეყანაში ფაქტიურად გამოვიდა 20-25 ქალაქი, სხვადასხვა ქალაქებში ჰქონდა ხანძლივი შეხვედრები დიასპორულ ორგანიზაციებთან და ეს იყო ძალიან სასარგებლო პრაქტიკა, სადაც არის ხანძლივი დიალოგი, იქ არის ნაკლები კითხვის ნიშნები, არის უფრო მეტი მეგობრობა, ურთიერთგაგება, თანამდგომა და ჩართულობა. ამ მიმართულებით მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო შემდგომ გამოსვლას ჩემს კოლეგას ქალბატონ თამარ ბერუჩაშვილს, საქართველოს
საგარეო საქმეთა მინისტრს, რადგანაც ყველა საელჩო, გენერალური საკონსულო, რომელიც იყო ამ ჩართული ამ საქმიანობაში, იყო მოწოდების სიმაღლეზე და ეს იყო ძალიან მშვენიერი მოცემული საშუალება. ქალბატონი თამარ ბერუჩაშვილი, მობრძანდით. დიდი მადლობა გელა, ძვირფასო თანამემამულენო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო რექტორო, კოლეგებო, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებო, პროფესორ მასწავლებლებო, ძვირფასო სტუდენტებო. მე დღეს მაქვს პატივი მოგესალმოთ ამ უმნიშვნელოვანესი ფორუმის მონაწილეებს, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს და დიდი მადლობა მოგახსენოთ საქართველოში ჩამობრძანებისთვის. ყოველივე თქვენთან შეგაქვთ რა თვალსაჩინო წვლილი ადგილსამყოფელი ქვეყნის ცხოვრებაში არასდროს გაგიწყვეტიათ კავშირი სამშობლოსთან, რომელიც მუდამ რჩებოდა თქვენი საყოველთაო ზრუნვის საგნად და საქართველო ამას ძალიან აფასებს. როგორც ბატონმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, როგორც სახალხო დიპლომატიის თვალსაჩინო წარმომადგენლებს განსაკუთრებული როლი გაკისრიათ ჩვენი სამშობლოს განვითარებაში, მათ შორის ადგილსამყოფელ ქვეყანასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გამტკიცების კუთხით. უცხოელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს შესახებ წარმოდგენა და ზოგადად ქვეყნის იმიჯი დიდწილად ყოველი თქვენთაგანის მიერ განხორციელებული საქმიანობის საფუძველზე ყალიბდება. ამ მხრივ თქვენს მიერ გაწეულ ძალისხმევას ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ შესრულებულ საქმიანებაზე არა ნაკლები ღირებული დატვირთვა გააჩნია. შესაბამისად, თითოეული თქვენთაგანის საქმიანობის განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოს წინაშე მდგარი ამოცანების გადაჭრისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ მხრივ ჩვენი დიპლომატიური სამსახურის ამოცანა უზრუნველყოს ყოველ თქვენთაგანთან თანამშრომლობის შემდგომი გააქტიურება. მნიშვნელოვანია, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეები გახდნენ ჩვენი საგარეო პოლიტიკის წარმოების კიდევ უფრო აქტიური რგოლი. ჩვენმა ერთობლივმა საქმიანობამ ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი ერთობლივი ამოცანების გადაჭრას. თქვენ გაქვთ ძალიან დიდი პოტენციალი, დიდი რესურსი და ჩვენ ერთად მართლაც შეგვიძლია ძალიან ბევრი გავაკეთოთ თანამედროვე ევროპული საქართველოს მშენებლობისთვის. აქ რამდენჯერმე აღინიშნა მართლაც ისტორიული მომენტი, რომელიც გასულ წელს გადადგა საქართველომ. მოაწერა რა ასოცირების ხელშეკრულებას ხელი ევროკავშირთან. ეს მართლაც უპრეცედენტო ნაბიჯი იყო და თვისობრივად ახალი შესაძლებლობები მოგვცა საქართველოს ევროპული აღმშენებლობისთვის. საქართველო არასდროს ყოფილა ისი ახლო თავის ევროპულ მიზანთან, როგორც დღეს, ამიტომ ჩვენი ძალიან დიდი სურვილია, რომ თქვენი ძალისხმევა ჩაერთოს იმ ძალისხმევასთან ერთად და გააძლიეროს ის სულისკვეთება, რაც არის დღეს საქართველოში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთიანი ერთობლივი წვლილი შევიტანოთ ქართული ევროპული სახელმწიფოს მშენებლობაში. ჩვენთვის ასევე კარგადაა ცნობილი ის სირთულეებიც, რასაც დღეს აწყდება უცხოეთში ცხოვრები ჩვენი თანამემამულეები და იმედი მაქვს, რომ დღევანდელი დიალოგი, დღევანდელი ფორუმი სწორედ ძალიან კარგი საშუალება იქნება ამ თემებზე საუბრისათვის და ასევე ძალიან კარგი საშუალება იქნება ახალი იდეების გენერირებისათვის. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ჩამობრძანებისთვის, დიდი მადლობა სახელმწიფო მინისტრის აპარატს ამ პირველი უნიკალური თემატური ფორუმის ინიცირებისთვის და გისურვებთ წარმატებებს. მადლობა. ხუთწუთში მობრძანდება მისი უწმინდესობა და უნიტარესობა საქართველოს პატრიარქი, მანამდე მე მინდა მოვიწვიო ჩვენი სამეცნიეროს დიდი მეგობარი ამერიკის ელჩი საქართველოში ბატონი რიჩარდ ნოლანი. მობრძანდით.
Well, thank you, Minister, Prime Minister, ladies and gentlemen. It's a great honor to be here today. I want to congratulate the State Minister for his leadership in this project. From the very first day that we met after he took his responsibilities, he talked about a project of this nature, and to see it come to realization today, I think is something that all Georgians can be proud of. To the members of the diaspora who are here, I want to say welcome home, as it were, and it's especially significant that you come the day after Georgia's original independence was celebrated yesterday in a wonderful series of events. You know, America, of course, is a land of immigrants, and as the American ambassador, it's a great source of pride and privilege to know that people from the United States, Georgians who settled in the United States, are back here for this event. In a sense, you do represent the United States as well as Georgia, but at the same time, as the Prime Minister said, I know that Georgia has a unique magnetism, that the land draws people back to Georgia in a way that almost no other country in the world can do. And what does that mean? That means that as members of the diaspora who might be coming from the United States, but really as any member of the Georgian diaspora, you represent an opportunity to build bridges between Georgia and the land where you currently reside, bridges that are tremendously important right now for the success of this country. These are bridges that will help restore Georgia's prosperity, that will help restore Georgia's territorial integrity, that will help make Georgia politically unified and strong. And our goal is simply to support this process in every possible way that we can. In that sense, I'm very pleased to know that this event, this next day or two, will be focused on practical mechanisms for cooperation. And in that respect, something that the United States has come forward with, a project called the International Diaspora Engagement Alliance, or IDEA, is a project that involves the State Department, USAID, and an NGO called the Calvert Foundation. You're going to be hearing more from Sarah Gallagher later today about how this project actually works and how it can bring tangible benefits to Georgia by drawing on the unique and valuable resources represented by the diaspora community. Again, best wishes for a successful gathering. Thank you. პროგრამაში არის კიდევ ორი გამოსვლილი, ეს არიან ჩვენი მეგობრები ბატონი ჰენრი კერალი და ხალბატონი სარა გალაგერი, მანამ როგორც მითხეს გვიახლოვდება საქართველოს პატრიარქი და მე ოდნავ მოგვიანებით მივანიჭე მათ სიტყვას, იმიტომ რომ საქართველოს პატრიარქის ჩემბრძანებისას ბავშვები ამპირებენ სიმღერას, ქართულად დაახვედრას და მე შეუძლებელი იქნება ფაქტიურად სიტყვის გაგრძელება. მინდა გითხრათ, რომ დღეს ერთ-ერთი პანელი, ძვირფასო მეგობრებო სამუშაო პანელი, სადაც 100-თა ურთიერთგაცვლა იქნება, ეს არის უცხოეთში მოღვაწე ჩვენი ძვირფასი ეკლესიის წარმომადგენლები. რამე თუ უცხოეთში მე ჩემი თვალით ნახე, ქართული ეკლესია გადაიქცა ქართველთა, საქართველოს მოქალაქეთა ბუნებრივი თავშეყრის ადგილას. ამიტომაც კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვრო, ჩვენ ვაკეთებთ ერთიან საქმეს. ერთიან საქმეს და სწორედ ამიტომ, როგორც ამ დარგის შესაძლოა ითქვას, სულიერი მოძღვრები, პროფესიონალები, სადაც არის არა მარტო რელიგიურ თემატიკაზე საუბარი ამ ეკლესიებში. ლამაზად, შეიძლება პატარა სივრცეებში მოწყობილ ალაგს მიმდინარეობს ქართული კულტურის, ქართული ენის შესწავლა და პოპულარიზაცია. მათ შორის სხვადასხვა ეროვნების ხალხში. მე მინდა დიდი მადლობა გითხრათ აგერ ბრძანდებით მრავალი თქვენგანი. ეს არის ფასდაუდებელი შრომა. და აი ამ მიმართულებით მინდა იცოდეთ, რომ ხელისუფლება და ეკლესია არის ერთიანი. ეს არის ჩვენი ერის უნიკალური მომენტი, რასაც დიდი გაფრთხილება უნდა, ეს არის დამაკავშირებელი მომენტი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ გვაძლიერებს ყოველი რაც გვაერთიანებს. ბატონ ირაკლის მინდა უთხრა, რომ დაუშვათ სხვადასხვა ვიზიტის წინ, სადაც იყო რელიგიური თემატიკა, ჩვენ გვაქვს პრაქტიკა ვეახლოთ საქართველოს პატრიარქს, მივიღოთ იქიდან გარკვეული რჩევები, ჩვენს მიერ გარკვეული ნაბიჯები იქნა გადადგმული,
ჩემი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტისას, სადაც ჩვენ დავაყენეთ სრულიად კავკასიის მუსლიმთა ლიდერის ალახ შუქურ ფაჟაზადეს წინაშე კახის რეგიონში მესამე ეკლესიის ამოქმედების საკითხი. ეს არის ქოთოკლუს ეკლესია. დღესდღეობით იქ მოქმედებს ორი ეკლესია, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია სოფელ კახინგილოში და ასევე ალიბეგლოში წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია. აზერბაიჯანული მხარე ნაბიჯ-ნაბიჯ მოდის მესამე ეკლესიის დაშვებისკენ და თუ დაფიქსირდა სამი ეკლესიის მოღვაწეობა, მაშინ დასაშვები იქნება საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლობის გახსნა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. გარდა ამისა, ჩვენ თესალონიკში ყოფნისას შევხვდით იქაურ მთავარ სარელიგიურ მოღვაწეს მიტროპოლიტს, რომელსაც თხოვეთ, რომ შაბათ-კვირას დაეშვა ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა, რაზეც ასევე ბერძნული მხარე მოდის. ძალიან გვიხარია, რომ ჩვენს ქმედებას პატარ-პატარა აზრი აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, განათლების სამინისტროსთან ერთად, აგერ ბრძანდება ქართულ ტურიზმის თამარ-სანიკიძე. წელიწად ნახევრის განმავლობაში ჩვენ მუშაობდით, ფარულად, ლამაზად გოხდათ თურქეთის საელჩო გვეხმარებოდა და თურქეთის რესპუბლიკამ გადადგა უდიდესი ნაბიჯი თურქეთში დაიშვა ქართული ენის სწავლება შარშან. ესეც მისასალმებელია. საქართველოს პატრიარქი გვიახლოვდება. საქართველოს პატრიარქი, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია მეორე. ჩვენ გვაძლიერებს ყოველ რაც გვაერთიანებს. მე არ მინახავ ჩემი 50 წლის განმავლობაში ადამიანი უფრო მეტი ვიდრე საქართველოს პატრიარქი, ვინც ყოველდღიურ ლოცვაში თხოვდა სამშობლოს ყოველივე ჩვენგან გაძლიერებას და გამთლიანებას. ჩემთვის უღრმესი პატივი არის ჩვენთვის ყველასთვის ჩამოსული თანამემამულეებისთვის, რომ პატრიარქმა გადადო თავის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები მოვიდა, რათა დაგლოცოს ყოველი ჩვენგანი და შემდგომ გააგრძელოს თავისი მშობლიური მხარებისაკენ სამკურნალო გზა. დიდი მადლობა თქვენო უწმინდესობა და უნეტარესობაო. გისურვებთ დიდ წარმატებებს დღეს პირად ცხოვრებაში და მოღვაწეობაში. როცა ჩვენ ვამბობთ იმის შესახებ, თუ უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმა რა უნდა გააკეთონ საქართველოსთვის, მე ვფიქრობ, რომ უპირველეს ყოვლისა ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენ რას ვაკეთებთ საქართველო, რას აკეთებს
უცხოეთში მცხოვრებ ქართველებისათვის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გაძლიერდეს მათში ეროვნული თვითშეგნება, გაიგონ ვისი მიწა-წყლისანი არიან, გაიგონ რომ როგორც უფალი სამშობლო ერთია ქვეყანაზე და მე ვფიქრობ, რომ უნდა გაადვილდეს მათი თხოვნა, როცა ეს არის, როცა უნდათ რომ გახდნენ მოქალაქენი საქართველოსი, ეს გაადვილებული წესით უნდა შესრულდეს სწრაფად. მე კიდევ ერთხელ მოგესალმებით ჩვენო ძმებო და დებო უცხოეთში მცხოვრებო და გისურვებთ, რომ თქვენ მალე დაუბრუნდეთ საქართველოს. საქართველოში ბევრი რამ არის გასაკეთები და თქვენ უნდა გააკეთოთ ეს, არა უცხოელმა ხალხმა, არამედ თქვენ უნდა გააკეთოთ ეს საქმე. ღმერთმა დაგვლოცოთ და საქართველო დავლოცოს და გაგვაერთიანოს ჩვენ. ამინ. თქვენ უწმინდესობავ, არასოდეს ვავიწყდება თქვენი თანადგომა, მშობლიური დამოძღვრა და ბევრი რამ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არის თქვენი სიბრძნის, თქვენი რჩევების და მამაშვილური დარიგების გათვალისწინებით. მე მინდა თქვენს თვალწინ მოუხადო კიდევ ერთხელ დიდი მადლობა უცხოეთში მოღვაწე, სამშობლოს მოწყვეტილ მამაოებს, წმინდა მამაოებს, რომლებიც იქ ასრულებენ არა მხოლოდ რელიგიურ ფუნქციას, არამედ ასრულებენ ქართული სკოლის, საკვირაო სკოლები აქვს მაგ საგანმანათლებლო ცენტრების და ქართული კულტურის ზოგადად პოპულარიზაციის უდიდეს საქმეს. დიდი მადლობა, ძვირფასო მამაებო, ძვირფასო მეუფეებო. ჩვენ ვართ ერთნი, ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი ეკლესია და ყველა ჩვენგანი, ვინც აქ არიან. ძალიან მიხარია, რომ დღეს არის აქ ძალიან ბევრი ბავშვი წარმოდგენილი, ახალგაზრდა, რამე თუ ნათქვამია ბიბლიაში, ბაგეთაგან ჩვილთა ყრმათა და მწოვართა ერთად დაამტკიცებაი. ესე იგი ჩვენ სწორ გზაზე ვდგევართ. მე მინდა მის უწმინდესობას გადავცე ასევე ჩვენი დიასპორის საპატიო მედალი, რომელზეც გამოსახული არის ანანურის სიცოცხლის ხე, სადაც ღერძი არის სამშობლო, ფესვები, ტევნები ყურძნის არის დიასპორული ორგანიზაციები და თითოეული მარცვალი არის ყველა ქართველი გაბნეული მსოფლიოში, კულტურის მატარებელი, ღირსების მატარებელი და უკან აქ წარწერა, რაც მოგახსენეთ, ჩვენ გვაძლიერებს ყოველი, რაც გვაერთიანებს. დიდი მადლობა მინდა უთხრა ჰერალდიკუს მამუკა გონგაძეს ამ მშვენიერი მედლის შექმნისთვის და მინდა გადავცე საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს. მინდა მოვიწვიო, მე ბოდის მოვიხდი, თქვი რომ ორი გამოსვლელი არის სცენაზე და ორი არის დარბაზში. მინდა მოვიწვიო ბატონი ბორის იაროჩევიჩი, საქართველოს ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე. თხოვთ. Yes, Your Holiness,
Prime Minister, dear ministers, dear guests. I understand many of you are EU nationals. Thank you for inviting the European Union to this Diaspora Forum. I must say it's very difficult to speak after Your Holiness. I feel I don't deserve it, but I will still say a few words on migration and diaspora. We know that migration is a very complex issue. The European Union has been facing big challenges in the past months, as you know. On our southern borders, we had tragedies, lives were lost, and the European Union had to react, particularly when it comes to tackling irregular migration and eradicating trafficking of human beings, which is absolutely unacceptable in our societies. But I must say that the European Union doesn't want to become a fortress, and EU nationals or citizens who are here probably know that. And the principle of our global approach to migration and mobility that were designed in 2011 remain valid. And we have a number of areas of cooperation there in the field of better organizing legal migration, fostering well-managed mobility, and also maximizing the development impact of migration. And I must say that mobility and promoting mobility in both ways remains a priority for the European Union. It applies to our neighbors, it applies to the Eastern Partnership countries, it applies, of course, to Georgia. And I would like to say that maximizing the positive relationship between migration and development has long been a focus of EU's work in Georgia. We have been supporting a number of programs, both at the end of diasporas, engaging them with their countries of origin, but also we have worked a lot in Georgia itself to, together with governments, to make the best use of the skills and knowledge acquired by migrants abroad and to bring these skills back to Georgia. And I would like here to mention one large initiative, which was a worldwide initiative, the EU United Nations Joint Migration and Development Initiative, which tried to build networks among civil society organizations and local authorities in order to link migration and development, both in countries of origin, countries of transit, and of destination. And I must say that Georgia has been very active in these programs, and I would like here particularly to welcome the Georgian diaspora in the Netherlands, which has been very, very active. So I would like to welcome the initiative of the Office of the State Minister for Diaspora Issues to discuss the role of Georgian diaspora in Georgia's economic development. It was said several times that Georgia signed an association agreement last year. We have a deep and comprehensive free trade area which entered into force last September. And really I think that to have a diaspora in the European Union particularly is a big asset because what your country needs is to establish links, to establish business, trade links with Europe, to attract investment. And here you have a key role to play thanks to your contacts, to the networks that you have both in Europe and in Georgia. And I think that is very important. Of course, we have the financial resources that you can bring, but more importantly, I think today what Georgia needs is these links, business and trade links, in order to promote growth here in your home country. I would like also to commend Georgia for the progress achieved in the field of visa liberalization. The European Union Commission issued a report 2 weeks ago, which was extremely positive. Almost all the benchmarks have been met. It's a very technical process, but I would like to say that Georgia has done a tremendous
effort in the past 2 years, and particularly in the past 5 or 6 months, to achieve these benchmarks, and the objective is almost met. It was physically, technically impossible to fulfill all the benchmarks by the Riga summit, but we have said that several times last week that most probably Georgia will get a visa-free regime with the European Union in early 2016. So I think that's also very important because it will facilitate exchange and contacts with Georgians living in Georgia and Europe and the diaspora there. So I would like to conclude and to wish a very successful forum with a lot of concrete results, and I would like once again to congratulate the State Minister for Diaspora for organizing this event. Thank you very much. დიდი მადლობა ბატონ ბორის. მე მგონი საქართველოს თავისი მხრიდან საკმაოდ გააკეთა, რომ არავის ეჭვი არ ეპარებოდესო ჩვენ ვართ ევროპის განუყოფელი და ორგანული ნაწილი. ეს არის ჩვენი კულტურა, ეს არის იდენტური ფილოსოფია სწრაფვა პროგრესისაკენ. დიდი მადლობა ყველანაირი მხარდაჭერისთვის, რასაც ევროკავშირი იჩენს ჩემი ქვეყნისა და უშუალოდ ჩვენი სამინისტროს მიმართ. დიდი მადლობა. მე მინდა ხაზი გაუსვა შემდეგ გამოცვლელს, ეს არის ჩვენი ძალიან დიდი მეგობარი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის ბიუროს ხელმძღვანელი ბატონი ჰენრი კერალი, რომელთან ჩვენ ინტენსიურად თანამშრომლობთ. სამწუხაროდ ბატონო პრემიერო ზუსტად ერთი დღით დაგვიანდა მისი თანამშრომლობით და მეშვეობით წიგნის გამოშვება, რომელიც ხვალზე გამოვიდა, აუცილებლად დაურიგებ მინისტრთა კაბინეტს და ყველა თქვენგანს. ეს არის დიასპორული საინვესტიციო მექანიზმები, ძირითადად ნაწილი ჩვენმა თანამშრომლმა მოამზადა ნინა მატიაშვილმა, დიდი მადლობა მას, უფროს მრჩეველს და ასევე ძალიან სოლიდური ნაწილი იყო ჩადებული თვითონ როგორც ფილოსოფია, როგორც ერთი მოზრდილი თავი თვითონ მსოფლიო ბანკის მხრიდან, ჩვენ ასევე ამერიკაში ყოფნისას გვქონდა ძალიან ინტენსიური შეხვედრები, როგორც მსოფლიო ბანკში, ასევე USAID-ში, რომლის წარმომადგენელი მზადდება. აქავისთან ჩვენ ცალკე მემორანდუმი გაფორმებული, დღეს ასევე მინდა ვთქვა, რომ გაფორმდება თანამშრომლობის და ურთიერთობის 3 მემორანდუმი, მათ შორის მსოფლიო ბანკთან, IDS-თან, ამ დიასპორულ უმაღლეს ლიგასთან და ჩვენ მშობლიურ და ძვირფას უნივერსიტეტთან, ბატონი ლადო პაპოვას სახით. ბატონი ჰენრი კერალი, მსოფლიო ბანკის რეგიონალური ბიუროს დირექტორი. მობრძანდით. Your Holiness, Your Excellency, Prime Minister, all the clergy, honorable ministers, excellencies, ambassadors, distinguished guests, honorable professors, ladies and gentlemen. It is indeed a great pleasure for me to be here on behalf of the World Bank Group. We are pleased to support this event. The World Bank, as some of you may know, hosts a very comprehensive database or knowledge platform on migration and development, together with several partners, including USAID, the United Nations, Swedish Development Agency, and the Swiss Development Corporation. The diaspora from any country is, of course, the result of several years or even decades of outward migration. The recent data that we have at the World Bank suggests that the stock of international migrants was close to 250 million in 2013. This is significantly larger than the previous estimate of 230 million of only a few years ago. And we expect that this number will continue to grow. As mentioned by the Prime Minister and the Deputy Prime Minister and others, one of the key mechanisms
that the diaspora can support their country of origin is through remittances, through technical transfers, and other mechanisms of support. We know that worldwide remittances have reached 436 billion, and that is with a B, in 2014. In this context, it is important to appreciate that actually remittance flows are now larger than official development assistance that countries receive from others. It is also a much more stable mechanism of financial support to home countries, much more sustainable than private capital flows. We know, for example, that in Georgia, remittances was about 12% of GDP in 2013. And as the Prime Minister mentioned, that is about $2 billion of remittances by Georgians to Georgia. We also know that due to the geopolitical environment we are in over the past year or so, remittances in Europe and Central Asia have slowed due to the deterioration of the economy in Russia, in Ukraine in particular. Nevertheless, we expect that remittances by Georgians working in other countries will actually continue to grow. We also know that other forms of support, not only financial, but technical, include technology transfer, include education, individual investments, entrepreneurship, skills, international trade. All of this is what you, the diaspora, bring back, in this case, to Georgia. We have committed to work with the government of Georgia to support mechanisms to further strengthen the financial contributions that the diaspora make in order to benefit all Georgians. We will be working, as the Deputy Prime Minister mentioned, with the government, with the Ministry of Finance and with others, to strengthen the pension systems in Georgia, to strengthen the capital markets systems, because these are the mechanisms that are most relevant to the diaspora. We will be working to strengthen the banking systems. We will be exploring with the State Ministry for the Diaspora mechanisms for establishing a diaspora bond that will be used to further enhance exports and jobs in Georgia. This forum provides the ideal mechanism for us all to discuss how best to implement these new ideas in order to benefit all Georgians. I, as a diaspora as well, but from another country, do understand what it means to be a diaspora. I also understand what it means to love your country. So please feel welcome. Thank you very much for the event. დიდი მადლობა ბატონ ჰენრი გენერალის. როგორც ხედავთ, დიასპორის სამინისტრო თავის კოლეგებთან, თავის პარტნიორებთან ერთად ვითარდება არა მხოლოდ ემოციების ფონზე, არა მხოლოდ ტრადიციული ფორმულების ფონზე, არამედ მუშაობს ინოვაციურ ელემენტებზე, როგორც არა დიასპორული გადმორიცხვები, დიასპორული ობლიგაციები, სხვადასხვა თემა, რაცა ყოველთვის იგრძნოთ ჩვენმა თანამემამულებმა, რომ სახელმწიფო სხვადასხვა ფორმით არა მხოლოდ ემოციურად ზრუნავს თქვენზე და ცდილობს, რომ სამშობლოს და ბმა განავითაროს სხვადასხვა თანამედროვე პროგრესული მექანიზმებით. დიდი მადლობა. და ასევე პატარა შესავალს გავაკეთებ, ვიდრე შემდეგ გამოსვლას მოვიწვევ. პრემიერის დავალებით, როცა ეს თემა წამოვწიეთ წინ, ჩვენ ჩავატარეთ ინტენსიური კონსულტაციები ეკონომიკურ საბჭოსთან,
ამ გადმორიცხვების და სხვადასხვა ნოვაციის თაობაზე. მოწვეული იქნა 40-მდე ბანკის წარმომადგენელი, შევთავაზეთ მათ ბაზაზე მოხდა ეკონომიკური საბჭოს და მხოლოდ ერთმა ბანკმა დაიჭირა ის რაციონალური მარცვალი, რასაც ქვია ჩვენთან ამ მიმართულებით თანამშრომლობდა, ეს არის კაპიტალ ბანკი, მისი გენერალური დირექტორის ლაშა კოპერიას სახით. მობრძანდით ბანკში. თქვენ უწმინდესობავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, პატივცემულო მთავრობის წევრებო, ჩვენ თანამემამულენო, მოგესალმებით სულ ყველას. უპირველეს ყოვლისა მინდა მოგელოცოთ 26 მაისი დამოუკიდებლობის დღე და ვიმედოვნებ, რომ ყოველ წელს ჩვენ ამ დღეს შევხვდებით უფრო მეტი წარმატებებით და უფრო მეტი მიღწევებით. ეხლა რაც შეეხება ჩემ დღევანდელ აქ ყოფნას და ამ ტრიბუნაზე გამოსვლას, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენს წინაშე წავდგე. წლების წინ ამ კედლებში, ამ შენობაში ვიზრდებოდი და სწავლობდი, იმიტომ რომ უნივერსიტეტი არის ჩემი მშობლიური უნივერსიტეტი. აქ მივიღე განათლება, რომელსაც მე დღეს ვიყენებ წარმატებით იმ სამუშაო ადგილზე, რომელსაც ეხლა წარმოვადგენ. მე წარმოვადგენ კაპიტალ ბანკს და მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი პროექტი, რომლის სახელწოდება არის დიასპორა ბანკინგი. ეს პროექტი დაიბადა როგორც ბატონმა მინისტრმა ბრძანა მთავრობის ინიციატივით და მისი ხელშეწყობით და ამ პროექტის მთავარი ღერძი და დანიშნულება არის, რომ ხელი შეუწყოს ჩვენ თანამემამულეებს, უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, რომ მიიღონ კვალიფიციური ექსკლუზიური საბანკო მომსახურება. იმის მერე რაც ჩვენ შარშან სამინისტროსთან მოვაწერეთ ხელი ურთიერთგაგობის მემორანდუმს, ამ მხრივ გადავდგა ძალიან შთამბეჭდავი ნაბიჯები, შევქმნით სპეციალური სამუშაო ჯგუფი ბანკში, რომელიც გაუწევს ყველას კონსულტაციას ამ პროექტის დეტალების შესახებ და შევქმნით კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებების, Facebook-ის გვერდის, Skype-ის და სხვა საშუალებების ჩათვლით. შესაბამისად, ბანკთან დაკავშირებით ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიიღოს დეტალური ინფორმაცია ამ პროექტის შესახებ. რა შევლინდება ეს პროექტი ამ დეტალებში? გამოვლინება არის იმაში, რომ რაც შეეხება გზავნილებს, რაც შეეხება საბანკო გადაწყვეტილებას, რაც შეეხება ზოგადად საბანკო პროდუქტებს, შეუძლიათ ჩვენ თანამემამულეებს ჩვენი ბანკის მეშვეობით მიიღონ ეს ყველაფერი უფრო შეღავათიანი ტარიფებით, ვიდრე ეს ჩვენ გვაქვს სხვა კლიენტებისთვის. იმიტომ რომ ამით ჩვენ გვინდა გამოვხატოთ პატივისცემა და თანადგომა ჩვენი თანამემამულებისათვის. ამისათვის ჩვენ შევქმნით ასე ვთქვათ ხერხემალი პროდუქტი, ეს არის დიასპორა საოჯახო ბარათი, რომელიც სრული შემთხვევაში გადაეცემათ ჩვენი დიასპორის წევრებს, ჩვენს თანამემამულეებს და შეეძლებათ მათ თავის თავზე მორგებული პირობები და ტარიფებით მიიღონ საბანკო მომსახურება. რატო ავირჩიეთ ჩვენ ეს პლასტიკური ბარათი? იმიტომ რომ მოგეხსენებათ ყოველთვის პრობლემა არის სახში ფულის გამოგზავნა. გარდა ამისა, ახალს არ ვიძახე იმაში, რომ ჩვენს თანამემამულეებს, ჩვენი თანამემამულეები ზრუნავენ თავიანთი ოჯახის წევრებზე, ახლობლებზე აქ საქართველოს. შესაბამისად, ყოველთვის პრობლემაა თანხის გამოგზავნა, სწრაფად და იაფად და შემდეგ ამ თანხის დახარჯვა დანიშნულების მიხედვით. შესაბამისად, მათ შეეძლებათ დაუწესონ ბარათებს, ლიმიტები და პირობები ისე, რომ გამოყენება მოხდეს მისი მხოლოდ და მხოლოდ მათ მიერ არსებული სქემის მიხედვით. რაც შეეხებოდა აი ამ ბარათის დიზაინს, ძალიან ბევრი ვიფიქრე ჩვენ როგორი ფორმა მიგვეცა, როგორი ნახატი გაგვეკეთებინა მასზე და ბატონ გელასთან შეთანხმებით ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რადგან ეს ერთობლივი პროექტია ჩვენი და მთავრობის, ჩვენი და დიასპორის სამინისტროსი, ამიტომ გავაკეთეთ ესეთი რამ. და ძალიან მომწონდა მე თვითონ დიასპორას სამინისტროს ბეჭედი, ამიტომ ავიღეთ ბარათზე მთავარ გამოსახულებად ვაზის ფოთლებით გაკეთებული საქართველოს რუკა. მე მგონი ეს ძალიან ახლობელია. დიდი მადლობა. ძალიან ახლობელი და გასაგები არის სულ ყველასთვის. და შესაბამისად, ჩემი გამოსვლის ბოლოს მინდა სიმბოლურად ბარათის პირველი ეგზემპლარი გადავცე ბატონ გელა დუმბაძეს, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.
დიდი მადლობა ბადმულაშა, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. თან 13 ნომერზე თავდება 13 ივნისს ხდება 50 წლის და შევინახავ ძალიან დიდი რუდუნებით. მე მინდა მადლობა გითხრა თქვენ გამბედაობისთვის, იმიტომ რომ ვიცი თქვენი ბანკის მომგებიანი პროექტი საერთოდ არა და მინუსებში ხართ, მაგრამ სულ მახსენდება მაკ მერფი არის ესეთი გმირი, კუკუშკა ყველა მიცის ეს ფილმი, ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა კენკიზის ნაწარმოები და იქ ამბობს ეს ნიკოლსონის გმირი. მე შევეცადე მაინც. დიდი მადლობა თქვენი მცდელობებისთვის. მე მინდა მოვიწვიოს სცენაზე ჩვენი სამისლის დიდი მეგობარი, წლების განმავლობაში მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის ICMPD-ის წარმომადგენელი ხელმძღვანელი ვიოლეტა ვაგნერი. მადლობთ. მოგზანდით. Your Holiness, Your Excellencies, State Ministers, Prime Minister, distinguished guests, ladies and gentlemen, dear friends. It's an honor for me and my organization, International Center for Migration Policy Development, ICMPD, to be presented here in this very first Georgian Professional Diaspora Forum. And also to have contributed to organization of this forum with our knowledge and experience and the capacity of the EU-funded project Enigma, which is implemented in Georgia by ICMPD. At the beginning of my very short speech, I would like to congratulate all of us once again with the Independence Day of Georgia. I come from the country which gained independence from the Soviet Union just shortly before Georgia has done it. And I remember 25 years ago, it was not that much about celebrate, but about trying to maintain this independence and trying to develop country further. And I'm happy to see that both my country and Georgia are on the right way today, and that we see that developments are here and that independence we celebrate already for many, many years. Secondly, as it was already said here, I also belong to diaspora. And not only I work in this field, but I also myself live in the country which is not my country of origin. Therefore, I would like to congratulate all of us with the Diaspora Day, which is celebrated today. Within the project I have mentioned, ICMPD is working in a close cooperation with the Office of the State Minister for Diaspora Issues on institutionalization of the high-profile diaspora program. And what do we call this high-profile diaspora? These are men and women who work transnationally and who have a potential to improve the reputation of the country, who have a potential to drive economic growth and to act as a role model in their respective fields. And also these men and women who can, in general, act as advocates for their countries. And this is about you, ladies and gentlemen. You are our main target group, and you are our main beneficiary, and you are our main driving force of this high-profile diaspora program. And I'm very happy that we will continue our cooperation with you, started already in previous ICMPD projects in Georgia, where we worked, for example, with diaspora in 3 destinations countries, in Greece, in Turkey, and in Germany. And I'm happy to see many of faces whom we met actually during this our work. We also spoke here about building bridges, and this is what we try to do also in our work. They could be smaller bridges, bigger bridges, shorter bridges, or longer bridges, but it's important that both sides understand that contribution should be from both sides. State should support diaspora, and diaspora still has interest in their country of origin. In conclusion, I would like to wish all of us a very successful day today, very successful forum, and I also would like to express a hope that
this forum will lay a serious and important basis for successful cooperation, for successful work in future. Cooperation which will benefit all sides. Thank you very much. ერთი გამოსვლელი დარჩა ძვირფასო მეგობრებო და მე რაღაც ცერემონიალის შემდეგ ხელი მოეწერება სამ მემორანდუმს ჩვენ მშობლიურ უნივერსიტეტთან, მსოფლიო ბანკთან და ორგანიზაცია IDEAS-თან. ეს არის საერთაშორისო დიასპორული ჩართულობის ალიანსი, რომლის წევრი გახდა ჩვენი სამინისტრო შარშან 1 აგვისტოს და დღეს გაფორმებული იქნება ურთიერთგაგების და თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც ჩვენ სამინისტროს მიენიჭება ამ ორგანიზაციის რეგიონალური პარტნიორის სტატუსი აღმოსავლეთ ევროპაში. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და დღესდღეობით აქ არის ჩამბრძანებული სპეციალურად ამერიკიდან ჩვენი მოწვევით ამ ძალიან მნიშვნელოვანი ალიანსის, რომლის დამაარსებელი არის ქალბატონი ჰილარი კლინტონი, წარმომადგენელი ქალბატონი სარა გალაგერი. მინდა მოვიხმო ტრიბუნასთან. Good morning, Your Holiness, Your Excellency, esteemed members of the clergy and government and diaspora members, ladies and gentlemen of the audience. I'm very pleased to be here with you today. It's my first time in Georgia, and I found everyone extremely hospitable. But also with Independence Day yesterday and Georgia Diaspora Days this week, there's definitely a sense of pride in the air. So I'm very pleased to be with all of you. And thank you to the State Minister, Mr. Gela Dumbaze, and his Chief Advisor, Ms. Nina Matiashvili, for inviting me to be part of this very special day and week. IDEA is a public-private partnership between the U.S. Department of State, the U.S. Agency for International Development, and Calvert Foundation, which is an impact investing nonprofit and the managing partner. It is a platform to harness the power, passion, energy of diaspora groups for a range of development and diplomatic purposes. And we focus our activities in 4 key areas: investment and entrepreneurship, which I'll be speaking about later on a panel today, philanthropy, volunteerism, and innovation. Just to give you a quick idea of some of our programming, we host online and in-person trainings for diaspora groups in order to help them build their capacity to better achieve their missions and ultimately contribute to global development. We host an online diaspora-focused mentor group on the platform micromentor.org. The Diaspora Map is an interactive online platform that allows you to go on and search for diaspora groups working on different issues around the world, as well as different opportunities to engage with them. And finally, Global Diaspora Week, which is the focus of the rest of this presentation. Global Diaspora Week, or GDW, is a week-long series of events dedicated to celebrating diaspora communities around the world and their contributions to global development. It is meant to enable learning, awareness, collaboration among different diaspora actors in different regions around the world. Anyone can participate, individuals or groups, by hosting an event or simply attending one in your area. IDEA provides a framework for the week and recruits hosts to put on different kinds of events, cultural exhibits, forums, trainings during the week, and we promote those events through marketing and communication support. Really, diasporas are the driving force behind Global Diaspora Week. Last year, over 70 events participated in the week, including a series here hosted by the Office of the State Minister of Georgia for Diaspora Issues. Events ranged from media forum to trainings and everything in between. The events here in Georgia were both rich and diverse, and as you can see pictured above, everything from a diaspora economic forum to mini marathon, AmCham luncheon, historical diaspora conference, YouTube competition, art exhibits, and I'm sure more that I'm forgetting at the moment. Even more impressive is that the State Minister's Office was able to recruit diaspora groups, Georgian diaspora groups in other countries to host events as part of Global Diaspora Week and celebrate their heritage. There were cultural events. In Canada, there was one called I Am Georgian, and another community-based event in New York City. Global Diaspora Week 2015 is October 11th through 17th, mark your calendar,
And this year, we want to make sure that the week is even more global. To do this, we're enlisting the help of regional partners who will replicate IDEA's role in different areas of the world. And I'm very pleased to announce that our first Global Diaspora Week regional partner is the Office of the State Minister of Georgia for Diaspora Issues. The office will represent Eastern Europe and also work with neighboring countries like Turkey, Armenia, and Azerbaijan. Diasporas are a huge force for development in their countries of heritage and their host countries, and I hope you all join us in Global Diaspora Week and celebrating them. Matluba. დიდი მადლობა მინდა უთხრა ქალბატონ სარას და აქვე წანდება ჩვენი მინისტრთა კაბინეტი, ბატონი ფინანსთა მინისტრი, ბატონი ნოდარი, რომელსაც უდიდეს პატივცემ და აქვე დავაანონსო ბატონ ერეკლი შარშარ ქალბატონმა სარამ ძალა და თქვენ გახსენით ის ფორუმი დიდი წარმატებით ჩატარდა ფორუმი, რომელიც მიეძღვნა დიასპორულ ეკონომიკურ ინვესტიციებს და ჩვენ მაშინ ვთქვით, რომ ჩვენ ამას მიცეთ ყოველწლიურ ხასიათს და წელს ვაპირებთ მის ჩატარებას ბათუმში, სადღაც შემოდგომაზე. თქვენი მხარდაჭერის, თანადგომის, თანამონაწილეობის დიდი იმედი გვაქვს, ასევე ალიანსის. და გვინდა რომ ეს იყოს რეგიონალური ფორუმი, იმიტომ რომ მე რო მქონდა ვიზიტები თურქეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში, მე ვთხოვე ჩემს კოლეგებს, რომელთაგანაც თურქი კოლეგაც იყო ჩამოსული, სომეხი კოლეგაც და აზერბაიჯანი კოლეგაც და მაგ ინტენსიური ურთიერთობა, რომ მიიღონ ამ ფორუმში მონაწილეობა და საქართველოს გადაიქცეს არა მხოლოდ დიასპორული დიალოგის თავარ სივრცედ. ძალიან დიდი მადლობა და ახლა ვიდრე მემორანდუმებს მოეწერება ხელი. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევიდან ღირსეული დარბაისელი საზოგადოების წინაშე მოვიხმო რამდენიმე ადამიანი, რომელსაც მინდა გადავცე საპატიო დიასპორული მედალი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სპეციალური ანოტაცია მოგვიანებით იქნება მაღალ ხარისხზე დაბეჭდილი, იმიტომ რომ დაბეჭდილი იყო და არ მომეწონდა, ეს ყველა ადამიანს თავისი ნომრით მიუვა დაჯილდოებულ პერსონალს. მე მინდა სცენაზე მოვიწვიო ჩვენი სამინისტროს წლების განმავლობაში ერთგული მეგობარი, ქალბატონი ილიანა დერილოვა, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი. ქალბატონი ილიანა ყოველდღიურ რეჟიმში იყო ჩვენი მეგობარი, თანამშრომლობდა ჩვენთან და უამრავი სასიკეთო საქმეა გაკეთებული ჩვენი ორგანიზაციისთვის. მე მინდა მოვიწვიო ქალბატონი ვიოლეტა ვაგნერი, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის პროექტ მენეჯერი. მოგზაურობთ. ქალბატონ ვიოლეტაზე ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ. მე მინდა ჩვენი სამინისტროს წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და იმის გათვალისწინებით, რომ მალე ჩემი ძვირფასი მოადგილე მუხრან გულაღაშვილი გადადის და უბრუნდება თავის მშობლიურ საგარეო საქმეთა სამინისტროს, მოვიწვიო ბატონი მუხრან გულაღაშვილი დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე. ერთგული შრომისთვის, თავდაუზოგავი მუშაობისთვის წლების განმავლობაში. მე მინდა მოვიწვიო ასევე ჩემი უფროსი მრჩეველი ქალბატონი ნინა მატიაშვილი, რომელმაც სამინისტროში შემოიტანა ახალი უამრავი ინოვაცია, მათ შორის დიასპორული გადმორიცხვები, ობლიგაციები, არის წიგნის დიასპორული საინვესტიციო მექანიზმები ავტორი და ასევე მას ლომისწრული მიუძღვის, რომ ჩვენი ორგანიზაცია გახდა მსოფლიო დიასპორული ჩართულობის ალიანსის წევრი. მოგზაურობთ. მე მინდა ასევე მოვიწვიო სცენაზე საქართველოს ასევე უმნე მეგობარია ჩემი დიდი ჰერალდიკოსი ბატონი მამუკა გონგაძე, რომელიც არის საქართველოს გერბის ავტორი და ყველა იმ ატრიბუტიკის დროშის ავტორი და ასე შემდეგ მედლების, სამკერდე ნიშნების, სამანქანო ნომრების, პირადობის მოწმობების და ეს არის ჰერალდიკის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ჩვენი დიდი მეგობარი. მან შექმნა ჩვენი გერბი, მან შექმნა აი ხა ღვინო დაგირიგდებათ. თქვენ იმ ღვინის ეტიკეტის და ყველაფერი მან შექმნა. დიდი მადლობა მინდა მათ უთხრა ამისთვის. დიდი მადლობა.
ძალიან დიდი მადლობა და ეხლა გადავდივართ მემორანდუმებზე და კიდევ ერთხელ ტაშით დავაჯილდოთ ჩვენი ყველაზე უფრო ერთგული მეგობრები. მოგესალმებით ყველას, ახლა ხელი მოეწერება სამ მნიშვნელოვან მემორანდუმს. ერთი მემორანდუმი ფორმდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან საგანმანათლებლო პროექტების შესახებ. შემდეგ ფორმდება მემორანდუმი მსოფლიო ბანკთან ფინანსური რესურსების მობილიზაციის საკითხებთან დაკავშირებით და მათ შორის დიასპორული ობლიგაციების საქართველოში განვითარების თემასთან დაკავშირებით. და მესამე მემორანდუმი ფორმდება IDEAS ალიანსთან, საერთაშორისო დიასპორული ჩართულობის ალიანსთან, რომლის რეგიონალური პარტნიორები ხდებით ჩვენ დღეს. დიდი მადლობა. თხოვთ ბატონო მინისტრო, ბატონო ლადო. დიდი მადლობა ყველას, კიდევ ერთხელ ჩვენ პარტნიორებს, კოლეგებს, ბატონო პრემიერო, თქვენო უწმინდესობა, ჩვენთვის დიდი პატივია დღევანდელი დღე. ჩემ კოლეგებს მინდა დიდი მადლობა უთხრათ, იმიტომ რომ ამხელა რაოდენობა ამდენ ხანს რო დარჩა ფორუმზე, ეს არის ძალიან დიდი პატივისცემა. ჩვენი ჩამოსული თანამემამულეებისადმი მინდა ყველა თქვენგანს უთხრა უღრმესი მადლობა გაგებისთვის, თანამონაწილეობისთვის და იმ ფილოსოფიისთვის, რასაც ჩვენ ვატარებთ ერთად. ძალიან დიდი მადლობა ასევე მოთმინებისთვის. გადაიდო დაახლოებით 1 საათით ჩვენი coffee break-ი, როგორც იტყვიან. ეხლა ამის საშუალება იქნება, უფრო კომპაქტურ იმაში მე ვთხოვ მოდერატორებს, რომ მოუხმონ სამუშაო სექციებში და მინდა იცოდეთ, რომ დაახლოებით 6 საათის განმავლობაში გაგრძელდება ეს სამუშაო სექციებში მუშაობა. ასევე მე ვერ გამოვხატე სათანადო სითბო ქართველი ჩოხოსნების მიმართ, რომლებიც ჩვენი დიდი მეგობრები არიან და დღეს აგზანდებიან. ყველას მოვახსენებ უღრმეს მადლობას და
მინდა რომ ეს გახსნითი ნაწილი საზეიმო და ძალიან კმაყოფილმა დახურულად გამოაცხადო. დიდი მადლობა.